აი, ამიტომ უნდა იყვნენ ქალები მეღვინეობაში. არა, ეხა უკვე არ მოწონს. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ამგვიოთ ქვევრი. უნდა გამოპრესოთ ქვევრი, რადგან კანონმდებლობის მიხედვით ქვევრი შეიძლება იწოდოს ქვევრი, თუ ის გაჩერებულია 1 იანვრამდე, ხო და ჩვენც გავაჩერეთ. 26 იანვარს გადავწყვეტთ, რომ ამოვიღოთ ქვევრი. რამდენი თვე გამოვიდა? სექტემბერი, ფოცუ არა, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. 3 თვე უჭველი. 4 რა. ხო, რაღაც ეგრე. მოკლედ დაავადებული ქვევრი გქონდა, შემდგომ მოისანთლა ეს ქვევრები, იმედიც გქონდა, რომ ეს დაავადება უკვე აღარ გვექნებოდა ამ ახალგასანთლულ ქვევრებში, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენ მეგობრებსაც მოაჩნდათ ზადიანი ღვინოები, როგორც ჩვენ. ზადი ამ შემთხვევაში, იმიტომ ის გვაქვს ღვინოში, რომ გვაქვს უსუფთავობის და შმორის ტონი, ყველაფერი გამოწვეულია უშუალოდ ჭურჭლიდან და არა ღვინიდან. ღვინოში ეს ინფექცია არ წასულა. ღვინოში რო წავა ინფექცია, ეგ უკვე დაავადებაა და თუ ჭურჭელში წავსულია ინფექცია და დაავადება, ეგ უკვე არის ზადი. ორი ზადი გვაქვს ჩვენ ღვინოში, შმორის ტონი, რაც ეხლა გვაქვს და ორი არის აცეტალდეჰიდი, დაჟანგულობის ტონი. დავიწყოთ, მოკლედ ვაპირებთ, რომ კრიალა ნაწილი, ანუ ქვევრი როგორც დაილექა, ზედა ნაწილი მოუხსნათ და ქვედა შემდგომ გამოპრესოთ და გავაერთიანოთ, ან არ გავაერთიანებთ. ის უნდა დაიწმინდოს, ლექიდან მოუხსნათ და შემდგომ ლექიდან რომ მოხსნათ, შემდგომ დავიწყებთ უკვე დამუშავებას პრეპარატებით. ნახშირს და არის ეგეთი პრეპარატი ენოქსი, კაზეინის შემცვლელი პრეპარატია, მცენარეული, არა ალერგიული, ოღონდ. როგორც წავიკითხეთ ანოტაცია, დაჟანგულობის ტონს და აცეტალდეჰიდს ცოტა აშორებდა და არომატები ცოცხლად გამოყავდა. წესს უნდა იმუშაოს. და დავიწყოთ, მოდი. აი ეს კი უნდა დავანახოთ. წყალი რამდენი გაურიეჭი. როკე თოფელის ფერია. ვაიდე და ნინი, იმას ქენი. ვაიდე. აიცა, აი ეს სწორედ ჩაუშვი. დამხრიე რა გააკეთე. თავში იმყო. აი ამ პრობლემის გარეშე ღვინოვის დავყენებია. ვაი, მას არ ჯობია იყოს ტონიანი და ტუნბო. ეს ახლა ვიდეოსთვის ვიღებთ რა, თორე დაიჩერები მე მომიწეს. აი როგორ. то аргентино ширიმე უცებრომ გიღალატო აქაურობა სუპერ დაალაგებულია, გაწკრიალებულია აბსოლუტურად სოელიგას ისთან რო არ ვიცი, არ დაგასწრაფე. კარგი ისეთი გოგირდის, ლიმონჯავის, ისეთი საოცარი არომატები ქიმიური სუნები, ქიმიკატები. აი, ამიტომ უნდა იყვნენ ქალები მეღვინეობაში, ვიღაცებს რო გაქვს ხოლმე პრობლემები. ქალს რა უნდა, მარანში, აი ეს უნდა. არა, ეხა ეგ უკვე არ მომწონს. ნეტო. ეგრე მაშინ მარტო დალაგებისთვის არის. არა, მაგას კი არ ვიცი. მარტო მაგისთვის არა, მაგრამ ჩვენ ხანაირი კაცხანაირი ხედვა აქვს, ვინ იძახის რა. კაცი ყოველთვის უფროსი უნდა იყოს, იმიტომ რომ მეტი ხედვა აქვს, ფერებში ხედავს ქვეყანას. ქალი ახლო აზროვნებს ძალიან. ამ ჩვენი გაკრიალებული მარნიდან გონდრო არა გადავიდეთ ქვევრებში. ეს რა ლამაზად გვიჭყიტინებს მეგობრებო. როგორ გამოიყურება ნამდვილი მეღვინე? პირტივით ბიჭია შრომელი ოჯახის მუჭუჭი აი ნახე ჩაანათე. აბა ნახეთ როგორი ცუდი ქვევრი შეხვდა და არა ეთქო. აი როგორი გარეცხილი ქვევრი, ვიცით, მარტო მოსათრული ეთქობოდა რა, ისე გავეცხეთ და ამოვიღეთ ქვევრი, როგორც ხედავთ, დავამთავრეთ დღევანდელი სამუშაო. გავრეცხეთ კარგად ქვევრი. მეორე სირთულე და რთული ოპერაცია, რაც გქონდა და ალბათ კარგად გავაკეთეთ, არის ქვევრის კონსერვაცია, რომ შიგნით არ გაჩნდეს მოკლედ ობი და სხვა სოკოები არ განვითარდეს. მოკლედ ქვევში ჩავაყენეთ წყალი, შიგნით ჩავყარეთ გოგირდი, კადეფიტის სახით, რა თქმა უნდა, და ცოტა მჟავად შევურიეთ, რათა გოგირდის დიოქსიდი თავის საქმეს უფრო კარგად აკეთებს. მჟავე არეში. ხო, კარგად რა გავაკეთეთ და რა გავთვალეთ კარგად. ეს ტრაპი გვეჭედება ხოლმე და
მოკლედ გამდინარე წყალი რაც გვინდა რომ გარეთ გასულიყო ქონდა ეს სისტემა გაყვანილი რომ ბევრი არ გვეწვალა და საერთოდ არ გვეწვალია მართლა მაგაზე კარგად მოვიფიქრეთ. ჯერჯერობით დიათ არ მოგწონს, თუმცა ყველაფერს ვეცდებით რომ გამოვასწოროთ და ბევრად კარგი გამოგვივიდეს. დღის ბოლოს გავზომეთ ტიტრული მჟავიანობა, რომელიც აღმოჩნდა 4.8 გრამი ლიტრზე და შემდგომ უკვე გავუდექით გზას სახლისკენ. ალბათ გაგიკვირდებათ და ვიმყოფებით ამ პელოგრაფიაში. და დღის რას ვაკეთებთ და აკეთებთ კუპაჟს, კერძოდ შავკაპიტოს და საფერავის კუპაჟს. გადაწყდა, რომ 60-40 პროპორციებით შევურიოთ და აი ხო სწორედ ამას ანახორციელებენ ჩვენი თემო და დასუნა. მოკლედ ჩვენ როდესაც წითელი ღვინო დავაყენეთ, გადავწყვეტეთ რომ გაგვეყო ორ ნაწილად, ერთ ნაწილს უნდა გაევლოს ვაშზე მჟავად უღილი და მეორე ნაწილს არა, რომ მერე შეგვერია, დაგვეკუპაჟებინა და გამოგვეყვანა მოკლედ საშუალო და ჩვენთვის სასურველი. დავითვალეთ რაოდენობები, რამდენი უნდა ავიღოთ, რა რამდენს უნდა შევურიოთ და ასე შემდგომ. კაია. კი. ჩვენ დღეს ვიწყებთ სტაბილუმის ტესტებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქამდე სანამ ღვინო უკვე ჩამოისხმება. ჩამოისხმება არა, ჩამოისხმება. ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ პირველ რიგში კრისტალურს, მეორე რიგში კოლოიდურს და მესამე რიგში ძილოვან სტაბილუმის ტესტებს და ნახავთ აბა როგორ იმუშავებს და უკვე დანარჩენ ბატონი თეიმურეზი აქვს. Φεύγει ο ακέθεπτος πυρολήξη γουίνης κουάδε, κολόιδους, συμφωνίζεται τεστς. Εγώ έξω να κάνω το τρινό, να κάνω τα άλλα. Αν θέλω όμως να χούτια με μπαίνουν φλικτσε. Იღებთ 10 მილilitrს. ვამატებთ 1 მილილიტრ სპირტს. და იმიტომ ვამატებთ, რომ პოლისაქარიდების ხსნადობა სპირტთან მიმართებაში მცირდება. და ასევე პოლიფენოლებსაც და ზოგადად ყველანაირი კოლოიდური ტესტი რა. 10. 12 seconds later. 3. იგივენაირად გავფილტრეთ წითელი და თეთრი კლასიკური ღვინოც, ფილტრზე ხედავთ ამ დალექილ ნაწილაკებს. შემდგომ უკვე ეს ნიმუშები ჩავალაგეთ მაცივარში და დავუვლდით დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. რაც შეეხება დანარჩენ ორ ნიმუშს, ეს ორი ნიმუში ემსახურებოდა იმას, რომ გაგვეკო კლასიკური ღვინო იყო თუ არა ცილზე მდგრადი, ამისთვის ერთი ნიმუში იყო ყველანაირი დანამატის გარეშე, მეორეს კი დავუმატეთ ტანინი. თუმცა ჩვენი ღვინო ცილზე მდგრადი აღმოჩნდა საქმეა. Სამი დღის შემდეგ ვნახეთ ჩვენი ნიმუშები. კლასიკურ ღვინოში არანაირი პრობლემა არ გქონია, როგორც ხედავთ, რაც შეეხება ქვევრს, ქვევრში ჰქონდა ღვინის ქვის კრისტალები, წითელში პოლიფენოლური სიმღვრე, რომელიც გამოსწორებად შევძალით და ასევე ღვინის ქვის კრისტალები, რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. აქ უკვე გავაკეთეთ ლექსზე არსებული ღვინოების კუპაჟი და ამასთანავე ბოცებში დავიწყეთ კონტაქტური ღვინის ქვის შეტანა, რათა გამოგვექაციოთ ეს ღვინის ქვა და რა თქმა უნდა დაჩქარებული ყოფილიყო ეს პროცესები. და დიახ, ხშირად ასეთ ქარიან ამინდებშიც გვიწევდა მუშაობა. 3 days later. ღვინის ქვაზე გავამიგრადეთ ღვინო, ეხლა გამოლექილი აქვს მოკლედ ღვინის ქვა და ლექიდან უნდა მოხსნათ მაგ პროცესს ვასრულებთ. ეთიკ სახში წინა დღეს გავაკეთეთ PVPP-ს და გუმიარაბიკის ნიმუშები, რათა გაგვეკო როგორ მოაშორებდა ამ პოლიფენოლებს, რაც გვაქვს ესე ვთქვათ წითელ ღვინოში და ეხლა გავსინჯეთ ერთი კონტროლი ავიღეთ ჩვეულებრივი, ყველაფერი დამატებელი და ავიღეთ ასევე PVPP დამატებული და გუმიარაბიკ დამატებული, ხო და ეხლა შედეგებს გიზიარებთ, ვთქვათ, რომ თვალსაჩინო აღმოჩნდეს. როგორც ხედავთ ამ კონტროლში არის შებურვა, PVPP ოდნავ არის მოხსნელი. ვარაუდოდ გუმიარაბიკს გამოვიყენებთ და დავამატებთ ისე, ოღონდ ჯერ რა თქმა უნდა, სტეპსაც გავაკეთებთ ამისთვის. აი, შედარებით გაწყრიელებულია. ეს არის გუმიარაბიკი, შუაში არის PVPP და ეს არის აქეთ კონტროლი რა. ყველაზე კაი გუმიარაბიკია. ახლა როგორ არის შებურული? ეს არის კონტროლი. ამ შედეგებიდან გამომდინარე დავამატეთ გუმიარაბიკი. მეგობრებო, ახლა თქვენ ხედავთ, რომ თემო რეცხავს ამ ფილტრს.
რათა გავფილტროთ ჩვენი კლასიკური. ხოლო დამოსფილტროთ რა. დანარჩენი გვენანება. ახლა თქვენ რას დამატებთ? ტუმბოს გარიცხვის ჩვეულებრივი ოპერაცია არის, წყლით, კაუსტიკურსოდით, შავით, გოგირდიანი წყლით, მე კიდე წყალი. ხოდა მინდა ვატრიალო თავისაზე. რატო პრესავთ მაქსიმალურად ახლოს? აი აქედან რომ დაანახო. აი აქედან ეს სივრცეები თუ არ შევავსეთ, ღვინო გამოვა აქედან. ამ სალნიკებსაც იდეაში მაგიტო ვიყენებთ. ეგ სივრცე შეგვივსოს. ახლა ვიწყებთ უკვე ღვინის გატარებას. პირველ ეტაპზე რომ მოვრეცხოთ ტუმბო და ჩვენი ქაღალდის ფილტრები. ეხლა ღვინოს დავაატრიალებთ თავის თავზე, რა თქმა უნდა. მერე უკვე მივაწვევით ჩვენი ღვინით და ჩვენ ღვინოს გამოვფილტრებთ. და აი აქედან რომ გახვალთ თქვენ დაინახავთ თუ როგორ აკეთებენ სიროფს გოგოები, ეს არის ჩვენი პორტოხალჩელო, აგრუმელო იგივე. მოდი შევაჯამებთ დღევანდელ დღეს. ცოტა დავიღალეთ, იმიტომ რომ დაახლოებით 3-4 საათი დამუშაობთ. ეხლა არის უკვე 1 საათი. დღეს გავაკეთეთ აგრუმელო, მაგაზე ვიდეოს ნახავთ ცალკე, თუ გოგოებმა რა შრომა ჩადეს და რა ენერგია ჩადეს ამ საქმეში. თუ გინდათ ვიდეო ნახოთ, გამეწერეთ ჩვენი არ. დღევანდელ სამუშაო პროცესში ჯგუფი 2 ნაწილად გაიყო. ფილტრდა ღვინოს, მეორე ნაწილი აყენებდა აგრუმელოს. მე ყველგან ვიყავი. ნინი ყველგან იყო, მე მომიწია უკვე ღვინის ფილტრაციაზე მუშაობდა და ასეც. აი როგორი სილამაზეა. რეალად და გამჭირვალე არის. ნუ რა თქმა უნდა ეს დაფერილ ბოცაში რო დგას. ცოტა აირივდნენ ახლა, იმიტომ რომ გაფილტრის შემდგომ ცოტათი რაღაცა სტრესში ვარდება ხოლმე ღვინო და ველოდებით ახლა ერთი კვირა დავასვენებ, ცოტა თერაპია გაიაროს და მე ესე მოვეფერებით. მიდის ღვინოში აქტიური ოქსიდაცია, აქტიური წვალება, ღვინოში წნევით შედიხარ, წნევით აწვევები, ქაღალდის ფილტრში ატარებ. ძალიან რთული პროცესი არის ღვინისთვის უშუალოდ და ამას ის ეფექტი აქვს, რომ ღვინო ძალიან ირევა. არომატებში, გიმოში, ყველაფერი რაც იჯდა აქამდე ბალანსში, ფილტრაციის შემდგომ როდესაც გადავსინჯეთ, ცოტა შეგვეშინდა, იმიტომ რომ ძალიან შეცვლილი მოგვეჩვენა ღვინო, თუმცა დაახლოებით 1 კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში ეს ყველაფერი დაჯდება. რა თქმა უნდა, გოგირდი დავამატეთ, ნუ არ გვიხარია რომ გოგირდი დავამატეთ, მაგრამ საჭირო იყო და დავამატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით იხარჯება გოგირდი ფილტრაციის დროს. თავზე მოძალა არ არის. რა უნდა ვქნა? თავზე ვიძალა რა, თავს ვერ ვიმკლავდა. ისე ამ გვიან შეხედვარი რომ მეიკლა გასმა თავის ჯობია მაგრამ. მოკლედ, სამმავალ გეგმები რომ განვიხილოთ უკვე რა ეტაპი დაგვრჩა ღვინის ჩამოსხმამდე და ფესტივალამდე. პირველი ფესტივალი არის მაისს. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ უკვე რომ 2 ღვინოზე, ქვევრის ღვინოზე და წითელ ღვინოზე მუშაობა დავასრულეთ. დავასრულეთ ასევე კლასიკურ აქით ამხდება ღვინოზეც დავასრულეთ შეიძლება ითქვას მუშაობა და დაგვრჩა ის გასაკეთებელი რომ უნდა დავამატოთ პოლიასპარტატი. რას აკეთებს ეს? მოკლედ ხელს შეუშლის რომ ღვინოდან ღვინის ქვა გამოიგოს. და მოკლედ ეს გზა ავირჩიეთ ამ შემთხვევაში კლასიკურ სერვისს. ანუ სიცივეზე არ დავამუშავეთ ღვინო, არ ჩავდგით 10 დღის განმავლობაში სიტყვაზე -4 გრადუსზე. უბრალოდ პოლიასპარტატს დავამატებთ, ღვინის ქვა უბრალოდ არ გამოკრისტალდება და არ დაილექება პოლში. ეგ ეფექტი გვექნება. და მოკლედ ამით ტექნოლოგიურ სევს მოვჭით. შეიძლება ითქვას, რომ დაგვრჩა მარტო ჩამოსხმა. რაც ტექნოლოგიაში შედის და ეტიკეტირება და ტანჩენი ყველაფერი უკვე არის ცალ-ცალკე. ამ ჯექის თქვენ გაგიორეთ. მოკლედ მეგობრებო, ამ ჯექით ჩვენს ეპიზოდს, დღევანდელ ეპიზოდს დავასრულებთ. ძალიან გაგვიხარდებათ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. სხვა ვიდეოებში უკვე შემოგთავაზებთ ეტიკეტირებას, ჩამოსხმას, ფესტივალებს და ასევე აგრუმელოსა და ბრენდის დამზადებას და იმედია გამოიწევთ ჩვენს არხს და მოგეწონებათ. ახვამდის ყველაფერი რიგზეა. აკომენტებს. შემდეგ ვიდეოში გაიგებთ თუ რა ქვია ჩვენს კომპანიას. როგორი